ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ამ ადამიანის ტვინი ტურბომატორით მუშაობს. თავი ყველას გვტკივა ხოლმე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას შაკიკი გვაქვს. ეს ერთი შეხედვით რომ შეხედავთ, ხო, ADHD-ის სიმპტომები გვაქვს გარეგნულად. ინსტრუმენტს იყენებს შენ, თუ ინსტრუმენტი გიყენებს შენ. ერთი პერიოდი იყო, რომ შფოთვა იყო ტრენდში, დეპრესია იყო მოდაში. აი თქვა ADHD-ის დროს რა არის, რას აკეთებს მედიკამენტი. მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ ამ ბოლო დროს ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ თემაზე, ADHD-ზე, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ალბათ ბოლო დროს ყველას გაგვიგია სოციალურ ქსელში ესეთი ფრაზები. მე ADHD მაქვს, ეს ალბათ ჩემი ADHD-ის ბრალია და ასე შემდეგ. თუმცა რამდენად კარგად გვესმის რეალურად რას ნიშნავს ამ მდგომარეობით ცხოვრება და სად გადის ხვარი რეალურად უბრალო გაფანტულობასა და ამ დაავადებას შორის და როგორი მოქმედა ამ ყველაფერზე სოციალურმა მედიამ. ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ნინი ჭაჭია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა. პირველ რიგში გადავიდეთ და დავიწყოთ იმით თუ რა არის ADHD და შემდეგ უკვე განვარცხოთ უკვე რა არ არის ADHD. ხო, ეს მე მგონი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ტრენდული თემა არის და ყველაზე დიდი ტკივილი არ მე რასაც ვუყურებ. მოდით დავაკონკრეტოთ ზოგადად სანამ თემაში შევალთ ADHD რა არის. ADHD არ არის აი ესეთი ტიპიური ყურადღების პრობლემა. ეს ესეთი ნეირობიოლოგიური ნეიროგანვითარების პრობლემა არის. ეს არის კონცენტრაციის, ფოკუსირების პრობლემა და როდესაც საუბრობენ ADHD-ზე, ხო მე TikTok-მა განსაკუთრებით, როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, ძალიან პოპულარული გახადა და თითქოს ყოველი მეორე იჩემებს, რომ ADHD აქვს. თუმცა ჩვენ შეიძლება გქონდეს ყურადღების გაფანტულობა, შეიძლება რაღაცები გვავიწყდებოდეს, კონცენტრაცია გვიჭირდეს, თუმცა სულაც არ ნიშნავს ეს, რომ გვაქვს ADHD-ის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი საკმაოდ ისეთი რთული დიაგნოზი არის. რო შევხედოთ ესე ADHD-ის ადამიანის ტვინი ცოტა განსხვავებულად მუშაობს. სწორედ ამიტომ არის, რომ ვიძახით, რომ ეს ნეირობიოლოგიური პრობლემა არის. ესე ძალიან მარტივად რო ავხსნათ, ესეთი არის ჩვენს ტვინს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. ერთი ფუნქცია არის, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რაღაცა ვოცნებობთ, რაღაცა მომავლისკენ ვიყურებით, გეგმებს ვაწყობთ. ამ დროს ერთი პროგრამა მუშაობს და მეორე პროგრამა არის, როდესაც კონკრეტულ ამოცანაზე ვაკეთებთ ფოკუსირებას და კონკრეტული ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი, ამ დროს ესე ვთქვათ, მეორე პროგრამა მუშაობს. როდესაც ჩვენ ADHD-ის მქონე ადამიანი ყავს, სამწუხაროდ ამ ადამიანის ტვინში ორივე ეს პროგრამა პარალელურად მუშაობს და ამიტომ ხდება, რომ წარმოიდგინეთ, ახლა ორი პროგრამა ერთმანეთს ეჯახება და ამიტომ იქმნება ეს ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ აქ არის პრობლემა ის, რომ ესეთი პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანში, აი ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაზე გადართვა ხდება ჩვეულებრივად. ხო, ერთი პროგრამა ითიშება, მეორე ირთვება. და როდესაც ჩვენ ADHD-სთან გვაქვს საქმე, ეს ორი პროგრამა ერთად არის და მთელი პრობლემები და აი ეს შინაგანი ემოციური მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ადამიანი, წარმოიდგინეთ, რამხელა ხმაურშია ამ ადამიანის ტვინი. ამიტომ ძალიანაც არ უნდა გვეხაროდეს, რომ ვიძახით ხოლმე, რომ სოციალურ ქსელებში არის კატეგორია, რომელიც სიხარულით ამბობს, რომ ADHD მაქვს და არის კატეგორია, რომელიც მწუხარებით, მაგრამ უმეტესად კი, მე ძალიან ვუთანაგრძნობ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ესეთ სიტუაციაში ძალიან ბევრი სამუშაო არის გასაწევი იმისთვის, რომ ამ ადამიანმა შეძლოს ადაპტაცია გარემოში. და ამიტომ რაღაცა თვალსაზრისით მოდით ესე ვთქვათ, რომ სოციალურმა მედიამ
კარგი რაღაც გააკეთა, რომ რაღაცა თითქოს ცნობიერება ამაღლდა, რაღაცა შინაარსები წამოვიდა და ამ მხრივ საქმე გააკეთა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გავაუფასუროთ ნებისმიერი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, ან ნებისმიერი დაავადება და რაღაცა ისეთი ძალიან მარტივი სქემატური მიდგომებით შევხედოთ. ზოგჯერ არის, რომ რაღაცა კლიშეს მიწებება საკუთარ თავზე, თითქოს რაღაცა პასუხისმგებლობისგან გვათავისუფლებს და მე მგონია, რომ უფრო ამასთან გვაქვს საქმე, რომ უფრო მარტივია, რომ ის კი არა, რომ რაღაცა კონცენტრაცია გამიჭირდა რაღაცის გამო. მოდი ახლა ვიტყვი, რომ ADHD მაქვს და რაღაცნაირად დისტანცირდები პასუხისმგებლობისგან. თუმცა აბსოლუტურად ვემიჯნები და ყველას მაგას ვუხსნი, რომ ADHD არ არის სიზარმაცე. ADHD არ არის რაღაცა უპასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ ვიცახი, რომ ეს დაავადება არის ძალიან სერიოზული დაავადება და ამ დაავადების მქონე ადამიანებს მართლა სერიოზული გამოწვევები აქვთ თავიანთ ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ ვიცახი, რომ როდესაც ესეთი გაუფასურება ხდება აი ამ თვითონ შინაარსების, მერე თითქოს ემპათია და თანაგრძნობაც იკარგება და ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისტვის, ფსიქოთერაპევტისთვის ეს უფრო მტკივნეულია ხოლმე, რომ რაღაცა გონიათ, რომ ADHD, ნუ ხო რაღაცა ყურადღების კონცენტრაცია მიჭირს და არ არის ეს რეალურად. მხოლოდ ესეთი საკითხი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ADHD-ზე, აქ სხვადასხვა ტიპის ის არის. ერთი არის, რომ აი ხა კი ავხსენია ეს პროგრამები, რა კი ერთმანეთს ეჯახება, კონცენტრაციის უნარი ნამდვილად უჭირს ადამიანს. მეორე არის, რომ რეალურად ხო ეს გულმავი წყობა, ქრონიკული გადაღლილობის განცდა, რაღაცა ეს ამისგან მოდის, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ რა ვიცი, მანქანას რო შევადაროთ, ამ ადამიანის ტვინი ტურბომატორით მუშაობს. ქრონიკულად და არ ისვენებს და სულ აი ამ ხმაურში არის. ხო, ესეც ის არის და რაც მთავარია, ADHD არ არის მარტო ფოკუსირების პრობლემა. აქ გვაქვს ხოლმე პირიქით, შეიძლება რაღაცა მომენტებში იყოს, რომ ყურადღების კონცენტრაციას ვერ ვახდენთ, ან პირიქით, რაღაცა ერთზე ხდება ფოკუსირება და მე აი ამ შინაარსიდან გადართვა ვერ ხდება რეალურად. გასაგებია. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, ხა რაც შეეხება სოციალურ მედიამ, კიდე წამოიღო ის, რომ აი მაგალითად აქამდე არ მქონდა გამოვლინება ADHD-ს და ვთქვათ, ვარ 40 წლის და ეხლა გამომივლინდა. ამ საკითხს რო დავუბრუნდეთ, რეალურად არსებობს მართლა ეგეთი შემთხვევა, როდის ხდება დიაგნოსტირება თუ ეს ან გააქვს დაბადებიდან, თუ შეძენილია, ესეც აინტერესებს ხალხს გაურკვევლობა. მოდით ესე ვთქვათ, შეძენილი არ არის. თუ ადამიანს ADHD აქვს, ანუ ესე რომ შევხედოთ რა, თუ ტვინი ესე მუშაობს, უბრალოდ ზოგჯერ არის, განსაკუთრებით ქალებში. რომ ბავშვობის ასაკში აი ეს მუშაობის მექანიზმი ცოტა შენიღბული არის და არ ჩნდება ესე და უკვე ზრდასრულობაში უფრო მკაფიო ხდება ხოლმე. თანამედროვე კვლევები რეალურად ამას ინტენსიურად აჩვენებს, რომ ძალიან ხშირია ზრდასრულებში ADHD-ს დიაგნოსტირება, მაგრამ ეს არ არის იმის ბრალი, რომ შეიძინეს. ეს არის იმის ბრალი, რომ მანამდე არ მოხდა სწორი დიაგნოსტირება, რაღაცა, იმიტომ რომ რაღაცა უფრო ადაპტურები იყვნენ გარემოში, გარემო ხელს უწყობდათ, რომ ეს სიმპტომები შენიღბული იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელმაც არ იცის რა გამოწვევების წინაშე დგას და ამ ტვირთს მარტო ატარებს. ხო, ძალიან სევდიანი ისტორია არის თავისთავად იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებმაც გვიან აღმოაჩინეს, რომ რაღაცა ის ამ დაავადების მატარებლები იყვნენ, იმიტომ რომ ხშირად ამის გამო თვითშეფასების პრობლემები დგება, სხვა ემოციური პრობლემები დგება და ეს მარტო ის, რომ რაღაცა ყურადღებასთან და ყურადღების რეგულაციასთან, კონცენტრაციის რეგულაციასთან გვაქვს პრობლემა, ეს ამით არ შემოიფარგლება, იმიტომ რომ მერე რაღაცა იწყება თვითდანაშაულის, ადამიანი ეძებს, ბავშვი განსაკუთრებით, ხო, ეძებს ხოლმე რაღაცა თავში რომ რაღაცა მე არა ვარ სწორი, მე არა ვარ რაღაცა სხვების მსგავსი და აი
აქედან გამომდინარე მე რაღაცა შეიძლება ძალიან დიდ კომპლექსურ პრობლემებამდე მივიდეთ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად ADHD-ის აი ესეთი ზოგადი სიმპტომები და მენტალური ჯანმრთელობის სხვა დაავადებები ერთმანეთს ძალიან გვანან და მთელი პრობლემაც ის არის, რომ როგორ უნდა მოვახდინოთ ამ დაავადების დიაგნოსტირება და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის პრობლემა ეხლა ძალიან სერიოზულად დგას, რადგანაც იგივე შფოთვითი აშლილობების დროს, მაგალითად, იგივე ტიპის ნიშნები გვხვდება ადამიანში, რომელიც საერთოდ არ არის ADHD-ის ესე ვთქვათ, გამო წარმოქმნილი და არის შფოთვის გამო, ამ შფოთვითი აშლილობის გამო იგივე კონცენტრაციის პრობლემა იქნება, ქრონიკული გადაღლის სინდრომი იქნება, თუ სხვა ის და ჰიპერაქტიულობა თუ პირიქით ძალიან ესეთი უმოქმედობის განცდა. ამიტომ ეს დაავადება ძალიან კომპლექსურად დასანახი არის და მულტიდისციპლინურ მიდგომას მოიცავს და ამ დაავადების დიაგნოსტირება ერთი ტესტით შეუძლებელია, რაც მთავარია. და მგონია, რომ მთავარი მესიჯი ალბათ ამ გადაცემიდან თუ გავა და გამოგვივა მე და თქვენი ის, რომ ადამიანებს ვუთხრათ, რომ არც ერთი ტესტი ერთჯერადი, არც ერთი რაიმე, აი ესე ვთქვათ, სიმპტომების ნაკრების რაღაცა ერთობლიობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვათ, რომ ამ ადამიანს აქვს ADHD თუ არ აქვს ADHD, იმიტომ რომ მინიმუმ 6 თვიანი დაკვირვების, კვლევის პროცესი არის საჭირო იმისთვის, რომ ზუსტად დავადგინოთ ამ ადამიანს აქვს ეს დაავადება თუ ეს ნიშნები სხვა პრობლემების გამო არის წარმოქმნილი ადამიანში. კი ბატონო, მეც მოვიკლე ეს საკითხი და გავირკვიე, რომ დიაგნოსტირება საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და არა მარტო უშუალოდ პაციენტის, არამედ გარშემომყოფების აზრსაც იკვლევენ, ბავშვის შემთხვევაში განსაკუთრებით მშობლების, მასწავლებლების, ყველანი პროცესში ჩართულები არიან და ისე ხდება დიაგნოსტირება. სამწუხაროდ საქართველოში მგონი სწორედ ამიტომ ვეძახი, რომ რაღაცა ძალიან მარტივად არის ხოლმე, რომ ზოგჯერ მე ხვდები, რატო არის ხოლმე, რომ აი მშობელს გთხოვს, რომ რაღაცა უთხრა კონკრეტული პასუხი მიშვილს რა ჭირს, იმიტომ რომ როცა კონკრეტული პასუხი გაქვს, მინიმუმ ამ მოცემულობასთან ბრძოლის მექანიზმები ირკვევა ხოლმე. სამწუხაროდ ADHD-ში აი ესე უცბად პასუხის მოძიება არ გამოდის, იმიტომ რომ ისე ვიძახი, რომ ბევრ სხვა გარემოში არსებულ ადამიანის პიროვნებაში არსებულ ესე ვთქვათ, მახასიათებლებს სისტემური კვლევა ჭირდება. აქ, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, ყველას ესე ვთქვათ, ყველასგან ინფორმაციის აღება არის საჭირო იმისთვის, რომ ვიცოდეთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ვთქვათ, რომ ხო, ამ ბავშვს აქვს ADHD. ადამიანებმა იციან, რომ მე სულ მავიწყდება და ეს ადამიანი სულ აგვიანებს, ესე იგი ADHD აქვს და ესე არ ხდება. ანუ ერთი არის, რომ მე რაღაცა მავიწყდება და მეორე არის, რომ მე თუ ADHD მაქვს, შეიძლება კი არ მავიწყდება, უბრალოდ აი ამ პროგრამების გამო შენელებული ვარ, თორე ის კი არა, რომ რაღაცა დამავიწყდა, თორე ხა გასაღები ყველას დაგვრჩენია, ტელეფონი ყველას დაგვრჩენია და ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ADHD გვაქვს, ან რო ავიღოთ ესეთი, რომ თავი ყველას გვტკივა ხოლმე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას შაკიკი გვაქვს, ხო? კი. აი ზუსტად აი ესეთი განსხვავებები არის. ზუსტად ესე არის. მე ამიტომ ვიძახი, რომ ძალიან საფრთხილოა ზოგადად ნებისმიერ დიაგნოზთან მიმართებაში, აი ესეთი პირდაპირ გამზადებული, ეგრეთ წოდებული განაჩენების გამოტანა, იმიტომ რომ არასწორი განაჩენი ყველაზე საშიშია. იმიტომ როცა ჩვენ არასწორი განაჩენი გვაქვს დაავადებასთან დაკავშირებით, მერე არასწორი მკურნალობით მივდივართ და შეგვიძლია დავაზიანოთ კიდევ უფრო მეტად ის ადამიანი და ამიტომ აი აქ ძალიან საფრთხილო არის და არა მარტო საქართველოში, ანუ ADHD-სთან დაკავშირებით გლობალურად მსგავს მთელ სამყაროში მსგავსი ტიპის პრობლემები არის.
თვითდიაგნოსტირებას რაც შეეხება, ხა ვისაუბრეთ არასწორ დიაგნოსტირებაზე, ხა გადავიდეთ თვითდიაგნოსტირებაზე, რაც საკმაოდ ხშირია და რაც აი ამ სოციალურმა მედიებმა მოიტანა. ამაზე რას გვეტყვით? შეუძლებელია თვითდიაგნოსტირება, მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ რეალურად თუ ეს მულტიდისციპლინური მიდგომა არის და ყველა, როგორც ფიზიოლოგიური ფაქტორები არის გასარკვევი, ასევე გარემო ფაქტორები, ემოციური მდგომარეობა, ქცევითი მოდელები, ხო? თუ ყველაფერი ეს გასარკვევი არის, მე მგონია, რომ რიგით ადამიანს ამდენი კომპეტენცია არ ექნება, რამდენიმე სპეციალისტის კომპეტენცია ვერ ექნება, რომ თვითდიაგნოსტირება ქონდეს. მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, რომ როდის შეიძლება, როგორ შეიძლება მივხვდეთ, საჭირო არის თუ არა, რომ მივმართოთ სპეციალისტს. ეს არ არის თვითდიაგნოსტირება, ხო? აქ არის საუბარი იმაზე, რომ როგორ დავაკვირდე საკუთარ თავს, რაში შეიძლება რომ ეჭვი შევიტანო იმისათვის, რომ არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც მივიდე, რომ ADHD დიაგნოზი დამისვან, არამედ იმისათვის, რომ მივიდე სპეციალისტთან და გავარკვიო რა გამოწვევების, რა პრობლემების, რა ამოცანების წინაშე დგას, ესე ვთქვათ, ჩემი ფსიქიკა, ჩემი რაღაცა ყოველდღიური აქტივობები და ასე შემდეგ. აი იგივე, თუ ვიტყვით, ჰიპერაქტიულობა იქნება, კონცენტრაციის პრობლემა იქნება, ფოკუსირების პრობლემა იქნება თუ რა, თუ აი ეს ყველა ნიშანი ყოველდღიურად ხელს უშლის ადამიანის, ესე ვთქვათ, ყოველდღიურ აქტივობაში, რომ გაართვას თავი იმ ამოცანებს, რაც ძალიან რუტინული არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ არა ერთი დღე და ორი დღე, დავუშვათ 10 დღე, ორი კვირა ვაკვირდები ჩემ თავს, რომ მეორდება. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც, ესე ვთქვათ, emergency ღილაკი არის და არ არის აუცილებლად, ეს შეიძლება იყოს შფოთვის ამბავი, მაღალი სტრესის ამბავი, ემოციური გადაწვის ამბავი, მაგრამ ნიშნავანი არის, რომ მივმართო სპეციალისტს, გავარკვიო, რა ჭირდება ჩემს ორგანიზმს იმისთვის, რომ ჩემი ორგანიზმი, ჩემი სხეული, რა ვიცი, ჩემი თავი ნორმალურ ფუნქციონირებამდე მივიყვან, ხო, დავაბრუნო იმ კონდიციაში, როდესაც მე ვიყავი ძალიან ეფექტური, ხო, და თავისუფლად თუ მოტივირებული თუ არა მოტივირებული, ყოველ შემთხვევაში ჩემს ყოველდღიურ ამოცანებს ვართმევდი თავს. კი ბატონო. ანუ მეგობრებო, თვითდიაგნოსტირებისკენ შეიკავეთ თავი და მიმართეთ აუცილებლად სპეციალისტს. ეხლა მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო, ADHD-ს გამოვლინება ქალებში და მამაკაცებში. განსხვავებები მაინტერესებს და ხო, როგორ ვლინდება უშუალოდ? მოდით ესე ვთქვათ, რომ რეალურად ახლა ბოლო კვლევები რაც არის, ანუ ზრდასრულებში უფრო იკვეთება, რომ აი ესეთი დაგვიანებული დიაგნოსტირებები უფრო ქალებში არის ხოლმე და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო კვლევა გამოჩნდა და კვლევებმა აჩვენა, რომ ესტროგენის, ანუ აი ამ ჰორმონის, ესე ვთქვათ, არარეგულირება, ანუ ნაკლებობა ხშირად ძალიან კაფიოთ აჩენს ხოლმე ADHD-ს პრობლემებს. ამიტომ არის არა იმიტომ, რომ რაღაცა ქალებს უფრო ეხა თანამედროვე სამყაროში ესე არის, რომ აი ქალები ძალიან გადაღლილები ვართ ყველანი და ამიტომ რაღაცა ADHD შევიძინეთ. არა. უბრალოდ თუ მანამდე არ ჩანდა ეს პრობლემები და ესე ვთქვათ ბავშვში შიგნით მიმდინარეობდა ეს კონფლიქტები და ეს ბავშვი რაღაცნაირად თავისით ცდილობდა ადაპტირებას, როდესაც ესეთი მკვეთრი ჰორმონალური დისბალანსი იწყება, ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური ციკლის წინ, მაგალითად, როდესაც ესტროგენი თამაშობს, მშობიარობის შემდგომ ძალიან ხშირად ვლინდება ხოლმე, იმიტომ რომ ამ დროსაც ჰორმონალური ცვლილებები არის, ან პრეკლიმაქტეროიდულ პერიოდში, როდესაც აი ესეთი ქალებში, როდესაც ეს ჰორმონალური ცვლილებები არის, მაშინ ესე ვთქვათ, რომ ესეთი დაბლარული, გადღაბნილი სურათი უფრო მკაფიობას იჩენს და ამიტომ შეიძლება ვთქვათ დაგვიანებული დიაგნოზის აღმოჩენა თორე. ისე რომ ვთქვათ, რომ რაღაცა განსაკუთრებული არის, რომ რაღაცა ქალებს და კაცებს, ანუ ბიჭებში უფრო ითვლებოდა, იმიტომ რომ უფრო
ესეთი მოუსვენარი ბიჭები, კონცენტრაციის მქონე ბიჭები, ჰიპერაქტიული ბიჭები, ხო? ზოგადად ამ დაავადების, ესე ვთქვათ, ამ დაავადებაზე ყურადღების მიქცევა ამ შინაარსებმა და ამ თემებმა გამოიწვია თავის დროზე და ამიტომ ითვლებოდა, რომ ესეთი ბავშვებში ყველაზე კარგად ჩანს, სადღაც 8-დან 11-12 წლამდე. აი ეს არის ის პერიოდი, როდესაც სწორედ ხდება დიაგნოსტირება. მანამდე ჯერ კიდე თავის ტვინი ბავშვის ისე არ არის განვითარებული, რომ კაფეოდ შეგვეძლოს თქმა, რომ ანუ ეს პრობლემა, თუმცა ნიშნები არის ხოლმე და ამ დროს მნიშვნელოვანი არის, რომ ქცევითი თერაპია აუცილებლად, იმიტომ რომ ქცევითი თერაპია რა არის? ქცევითი თერაპია ადამიანს ბავშვსაც და ზრდასრულსაც ეხმარება აი გარემოში ადაპტირებისათვის. იმიტომ რომ ის ჩვეულებრივი სტანდარტული ნორმები თუ ჩვენ ADHD-სთან გვაქვს საქმე, სტანდარტული შაბლონური რეკომენდაციები არ მუშაობს. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი სხვანაირია თუ ჩვენ ADHD გვაქვს და შესაბამისად მას სჭირდება ესეთი უფრო ლოიალური რაღაცა გარემოს შექმნა, რომ ადამიანმა ისწავლოს ამ გარემოში ფუნქციონირება და ადაპტირება. კარგი თემა ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმი გენიალური რაღაც არის, მე სულ ვიძახი, თუ რამე ჯადოსნური სამყაროში არსებობს, არის ადამიანის ორგანიზმი. იმიტომ რომ ფანტასტიკური ადაპტაციის უნარი აქვს და თუ მუშაობ, არ არსებობს საკითხი, რომ ამ მიმართულებით მე არ ვიძახი, რომ ყველაფრის მკურნალობა შეიძლება, მაგრამ ადაპტირება კონკრეტულ მოცემულობებთან შეიძლება და ამით ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით თუ ADHD-სთან გვაქვს საქმე. მე როგორც თქვენს მსმენელს გამიჩნდა ახლა კიდევ ერთი კითხვა. როდის ხდება ამ პრობლემის წარმოშობა? ეს არის ორსულობის დროს. ჩნდება ეს პრობლემა, ასევე იყოს სოციალურ ქსელებში ხშირად არის გავრცელებული, რომ შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორიც, თითქოს გენეტიკურად გადადის. აი, რო აგვიხსნათ უფრო შიდა სამზარეულო ამ ყველაფრის. ესეთი მე მგონია ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი რომ მქონდეს, მინიმუმ ნობელის პრემიას მივიღებ, მაგრამ მოდით ვეგეტყვით მეცნიერება როგორ უყურებს ამ საკითხებს. ერთი რომ ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ გენეტიკური მიდრეკილებები არსებობს, მაგრამ ეს გენეტიკური მიდრეკილებები არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც ყველაფერი შეიძლება გამოვლინდეს, იმიტომ რომ არა მარტო ADHD-ზე მაგალითად გულსისხლძარღვთა დაავადებები იქნება, ენდოკრინული დაავადებები იქნება თუ რა იქნება, ხო? ანუ გენეტიკური განპირობებულობა რას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზმი უფრო მოწყვლადი არის ამ ტიპის რაღაცა გარემო პირობების მიმართ და ეს ინფორმაცია ძალიან კარგია, როცა გვაქვს, რადგანაც თუ ვიცი, რომ რაღაცის მიმართ უფრო მოწყვლადი ვარ, ანუ შემიძლია პრევენციული მექანიზმების აწყობა და მინიმუმ თუ ეს დაავადება განვითარდება, უფრო, ესე ვთქვათ, იოლ ფორმაში წავიდეს და არ იყოს ძალიან დამანგრეველი. ამიტომ ის ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე მეცნიერული კვლევებით ბოლო პერიოდში ნამდვილად სადღაც 75-დან 85%-მდე საუბარი არის იმაზე, რომ ეს გენეტიკური მოწყვლადობა ნამდვილად არის. თუმცა აქ ისევ იმას ვიზამ, რომ ის თუ მე მაქვს ADHD, სულ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ექნება ჩემს შვილს. მეორე თემა რაც არის, ანუ როგორ იქმნება, ამაზე ერთგვაროვანი ესეთი პასუხი არ არის, იმიტომ რომ ალბათ ეს რო ვიცოდეთ, მე უკვე მარტივი იქნება, ხო? პრევენციული მექანიზმები. რატო ჩდება, საიდან ჩდება, როგორ ჩნდება? მილიონი ვარაუდი შეიძლება არსებობდეს, ბევრი ხედვა არსებობს, მაგრამ ესეთი ერთგვაროვანი პასუხი არ არის, რომ აი ეს ამიტომ ჩდება. მაინტერესებს ახლა როგორ მოქმედებს აი სოციალურ ქსელებში გავრცელებული თემები ADHD-სთან დაკავშირებით რეალურად იმ ადამიანზე, ვისაც დიაგნოსტირებულად და დასტურებულად სპეციალისტის მიერ, რა თქმა უნდა, აქვს ADHD. თუ ყოლიათ ესეთი პაციენტი, მაგალითად თქვენი გამოცდილებიდანაც რომ მოგვიყვეთ და რას გადის ამ დროს ადამიანი, იმიტომ რომ რთუნია, რომ რაღაც როცა შენ თავზე გაქვს გამოცილი და იცი რისი გავლა გიწევს სხვა ადამიანისგან რომ ისმენ, რომ
ძალიან ბევრი ადამიანისგან რომ მეც მჭირს და რეალურად ესე არ არის. შეიძლება არის ადამიანების კატეგორია, რომლისთვისაც აი ეს თემა რომ ყველა იძახის რომ ADHD მაქვს, ხო, რაღაცა მიკუთვნებულობის განცდას აძლევს და ეხმარება კიდევაც, ესეც ინდივიდუალური არის. მე ძირითადად ვუხსნი ხოლმე რომ ჩვენ ყველანი ზოგადად თანამედროვე სამყარო ჩვენს ყურადღებაზე ნადირობს. აი ეს ციფრული სამყარო რეალურად რაც არის სულ ჩვენი ყურადღება ადამიანების არის გარკვეული ესე ვთქვათ პროდუქცია თუ პროდუქტი არ ვიცი ხა ბიზნეს ენაზე როგორ თქვა რაზეც ყველა ნადირობს. შესაბამისად დოფამინურ აი ეს დოფამინური ესე ვთქვათ ადამიანები გავხდით და დოფამინი ადრე თვლიდნენ რომ ეს იყო ბედნიერების ჰორმონი. დოფამინი არ არის ბედნიერების ჰორმონი. დოფამინი არის აზარტის, რომ აი სულ რო ელოდები, რომ აი ეხლა კიდე და გამოჩნდება, ხო? და სოციალურ მედია სწორედ მაგაზე არის. რომ ჩვენ ფაქტობრივად დოფამინური ლომკების ქვეშ ვართ სულ, იმიტომ რომ სოციალური მედია სულ იმაშვება, რომ აი რაღაცა შინაარს გაძლევს, რაღაცა მოგეწონება, რაღაცა არ მოგეწონება, მაგრამ სულ რაღაცას ეძებ, მაგრამ არ იცი რას ეძებ. და ამიტომ ამ მიმართულებით ის რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონცენტრაციის პრობლემა, ეს არა ADHD-დან არის, არამედ თანამედროვე სამყაროს გამოწვევები არის, რომ მთელი ესე ვთქვათ ბიზნეს ინდუსტრიები ნადირობენ ჩვენს კონცენტრაციაზე და ჭირდებათ რომ სადღაც თავისთან მიგვიბან და წარმოიდგინეთ ჩვენც რაღაცა ესე ვთქვათ გარკვეულ წილად სულ აი ამ ხმაურში გვიწევს ყოფნა და სწორედ ამიტომ არის რომ აი თქვათ ესეთი მაგალითი რო ავიღოთ ხო რომ გონია რომ დილას იღვიძებ საათს დახედო აიღებ ტელეფონს უყურებ საათს მე დაინახავ notification-ი გაქვს მე შეხვალ იქ მე notification-ს ნახავ იქ რაღაცა ვიდეო ამოხტება მე შეხვალ იქ და ესე შეიძლება დაიკარგო დროსა და სივრცეში და მე რაღაცა მომენტში აღმოაჩენ რომ აი მე 2 საათი გავიდა დამაგვიანდა. ეს ADHD არის თუ ის არის რომ ციფრული სამყარო თქვენი ყურადღება მოგიპარათ და მთელი ამბავიც სწორედ ეს არის. სანამ ჩვენ ზოგადად ADHD-ზე დავიწყებთ საუბარს ალბათ პირველი შეკითხვა რაც უნდა დავსვათ, რა სჭირს ჩვენს ყურადღებას და კონცენტრაციას. სად გვეფანტება რეალურად და მხოლოდ მერე დავიწყოთ უკვე რაღაცა თავის გასამართლებელი რაღაცა იმების განაჩენების გამოტანა რომ ეს არის. მე მგონი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის და თან ვბრაზობ ხოლმე და თან ძალიან გასაგებია რატო იძახის ყველა, იმიტომ რომ რეალურად აი ამ ციფრულმა სამყარომ ძალიან ჩვენ ახალია ჩვენთვის და ჯერ არ ვართ ესეთი ადაპტირებულები და ფაქტობრივად ძალიან ბევრი ადამიანი შთანთქა ამითი და ეს არის დრო იკარგება რაღაცა ვერაფერს ვერ ასწრებენ ემოციური გამოფიტულობა არის იმიტომ რომ იდეაში ადამიანის ფსიქიკა ადამიანის ტვინი რაც გვინდა ის დავარქვათ ისტორიებით იქმნება და ისტორიებით მუშაობს. სულ რაღაცა ამბებში ვართ და წარმოიდგინეთ ჩვენ ეხლა ისეთ გარემოში გვიწევს ყოფნა, სადაც აი იწყებ ისტორიას და ვერ ამთავრებ, იწყებ და ვერ ამთავრებ და აი ეს პასუხგაუცემელი თითქოს და დაუკმაყოფილებელი გარემო და შინაგანი მოთხოვნილებები სულ შფოთვაში გვაქვს. შფოთვა კონცენტრაციაზე მოქმედებს, როგორც კი შფოთვა იწევა, კონცენტრაციის უნარი გვიქვეითნება, კონცენტრაციის უნარი გვიქვეითდება, მეხსიერება გვიქვეითდება. მე აი როდესაც შფოთვა გვაქვს, ღამე არ გვძინავს, გადაღლის სინდრომი გვაქვს და აი ესეთი ეგება, ესეთი ჯაჭვური, ეს ერთი შეხედვით რო შეხედავთ, ხო, ADHD-ის სიმპტომები გვაქვს გარეგნულად, რეალურად და სწორედ ეგ არის, ხაფანგი ეგ არის, რომ აი ამ ციფრული სამყაროს ხაფანგში ვარ გაბმული. თუ სხვანაირი თავის ტვინი მაქვს. აი ამის გარჩევა უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ძირითადად როგორ გავარჩიოთ ის, თუ მე შემიძლია პირობითად
ტელეფონი გადავდო და ვაკონტროლებ, იმიტომ რომ მე არ ვარ ტექნოლოგიების წინააღმდეგი. პირიქით, ADHD-ს სამართავად ძალიან ბევრი კარგი აპლიკაცია არსებობს. მაგრამ მანდ მთავარი არის, რომ აი ესეთი ცოტა უხეშად რო ვთქვათ, ინსტრუმენტს იყენებ შენ, თუ ინსტრუმენტი გიყენებს შენ. აი აქ არის მთავარი ამბავი და პირველი დასაფიქრებელი საკითხი სწორედ ეს არის. რომ რა მოსდის, სად მეფანტება, რა სჭირს ჩემს ყურადღებას. და უკვე მე წავიდეთ ADHD-ს. ისეთ მარტივია ადამიანისთვის ახლა რომელმაც სიტყვაზე რაღაც საქმეს ძალისხმევა დააკლო, იმის თქმა მისთვის რომ აი მე ძალისხმევა დავაკენი, მისთვის ბევრად მარტივია რომ თქვას რომ მე მაქვს კონცენტრაციის პრობლემა, მე მაქვს ADHD, ამიტომ ვერ ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელ სამუშაოს. ბევრად მარტივია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც ამ ყველაფერზე მაგრამ ეს სიმპტომები მარტო ADHD-ის ხო არ აქვს იგივე შფოთვას, შფოთვაშლობებს აქვთ. ერთი პერიოდი იყო, რომ შფოთვა იყო ტრენდში, დეპრესია იყო მოდაში კი თან, მოდაში იყო დეპრესია და ანტიდეპრესანტები და რაღაცა, ხო, აი ამ მიმართულებით. ხო და ხო, ნუ მანდ თემა არის მოდით ესე ვთქვათ, მე ხშირად მით უმეტეს ახლა ინდივიდუალურად როცა ვმუშაობ, ჩემი ამოცანა არ არის გარემოში არსებული, ესე ვთქვათ, შინაარსები, რას იფიქრებენ ჩემს კლიენტზე. ჩემი ამოცანა არის, რომ ჩემი კლიენტი გრძნობდებს თავს კარგად, ეფექტურად. ამიტომ მე სულ მაგას ვიძახი, რომ კაცო გარემოში თუ გჭირდება, რომ თქვა, თქვი, მაგრამ შენ თავთან იცოდე, რომ ეს არ არის და თქვათ, როგორ შეგიძლია, რომ იმიტომ რომ გინდა არ გინდა მე გაწუხებს ეს კლიშეები მაინც საბოლოო ჯამში. ამიტომ როდესაც დავფიქრდებით ხოლმე ესეთ რაღაცებზე, უნდა ვიფიქროთ, რომ რა ფასი შეიძლება გადავიხადოთ. როდესაც აი ესეთ განაჩენს გამოუტანთ საკუთარ თავს და ერთ რაღაცასაც ვიტყვი, რაც ძალიან მტკივნეული არის მგონი საქართველოში მედიკამენტებთან დაკავშირებით. ეგ უნდა მეკითხა ჩემი შემდეგი კითხვა იყო. მედიკამენტები, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, ნუ საქართველოში ბევრი მედიკამენტი არ არის და ზოგადად არასწორი ხედვები აქვთ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე მქონია ისეთი кейსი, შემთხვევა, რომ თქვათ მშობელმა სხვა ქვეყნიდან, ძირითადად ყველა მიცის თურქეთიდან შემოაქვთ ხოლმე მედიკამენტები, რეკომენდაციების საფუძველზე ბავშვს დაალევინა ეს წამალი. რეკომენდაციებში მე არ გულისხმობ მხოლოდ მშობლებს, რაღაც სხვა ტიპის, რაღაც ავტორიტეტული ადამიანები იყვნენ და ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდნენ. მედიკამენტები გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში ADHD-ის მართვისათვის, მაგრამ მედიკამენტი არ არის პანაცეა. მედიკამენტი არ მკურნალობს. ანუ დაახლოებით არასწორი ხედვა არის და ამიტომ მინდა რომ იქნებ თქვენმა მაყურებელმაც მე გაავრცელოს ამის შესახებ. აი, სულ ვფიქრობ ხოლმე როგორ მოვიყვანო მაგალითი, აი თქვათ ADHD-ის დროს რა არის, რას აკეთებს მედიკამენტი და ამას წინათ მოვიფიქრე ესეთი რაღაცა, რომ სათვალე. აი თუ თქვენ ვერ ხედავთ, ხო? რაღაცა კონკრეტულ მომენტში იკეთებთ სათვალეს, რომ დაინახოთ რაღაცა, ხო, მაგრამ სათვალე თქვენს თვალებს ხო არ მკურნალობს. ADHD-ის მკურნალობის დროს მედიკამენტი არის სათვალე. თორემ მკურნალობა არის თერაპია. იმიტომ რომ თერაპია ადამიანს ეხმარება განივითაროს ის უნარები, რომელიც ხელს შეუწყობს მის ადაპტაციას გარემოში. ამიტომ ესეთი ყველაზე მარტივი მექანიზმი ეს არის და მათ შორის არ სვავენ მუდმივ მოცემულობაში წამლებს. აი ვთქვათ, ბავშვებს, ძირითადად ამერიკის შეერთებულ, მე შემიძლია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ იქ რაღაცა შეხებები მაქვს და ვიცი როგორ მკურნალობენ, ვთქვათ, ბავშვებთანაც
უკიდურეს შემთხვევაში ნიშნავენ მედიკამენტებს და ისეთ შემთხვევაში ნიშნავენ მედიკამენტებს, როდესაც აი კრიზისული პერიოდები არის, თქვათ, გამოცდები არის, ან ძალიან დიდი ინტელექტუალური შრომა არის გასაწევი, რომ დაეხმარ, ან სათვალეს უკეთებენ, რომ რაღაცა ამოცანები გადაწყვიტონ და არის ესეთი რაღაცა weekend შესვენებები, რომ თქვათ, აძლევენ წამალს და სკოლის პერიოდში და თქვათ იმას რა ქვია შაბათ-კვირას, როდესაც ბავშვი არ დადის, არ აძლევენ წამალს, ზაფხულში ან ნებისმიერ არ დადეგების დროს, იმიტომ რომ ასვენებენ. იმიტომ რომ ნებისმიერ ცოტა ხნის წინ რის ფასად გვიჩნდება, ხო ვთქვით, იგივე ნებისმიერი მედიკამენტი ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს ბიოქიმიურ პროცესებს ცვლის და ამიტომ რაღაცა მომენტში მოკლევადიან მომენტში სათვალის გაკეთება შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ თუ ქრონიკულად სათვალე გეკეთება, თვალი გაგიზარმაცდება და საერთოდ ვერ დაინახავ, ხო? უარესი პრობლემის წინაშე დადგა. მეტი პრობლემების წინაშე დადგათ. ამიტომ ძალიან საფრთხილოა და აი ეს ტრენდი ყველაზე მეტად ეს მაშინებს. ძალიან საშიში არის თვითდანიშნულებით, ან თუნდაც არაკომპეტენტური სპეციალისტის მიერ დანიშნულად ამ მედიკამენტს. ზოგადად ყველა მედიკამენტის, მაგრამ წარმოიდგინეთ, ახლა ისედაც თავისთვის რა პრობლემები აქვს ADHD-ის დროს და კიდე დამატებით პრობლემებს რო უქმნით. ამიტომ ამ ხრივ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ სპეციალისტების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ და ასევე თუ რომელიმე სპეციალისტი გეტყვით, რომ 24/7-ზე მთელი ცხოვრების მანძილზე წამალი უნდა დალიოთ, შეცვალეთ ეს სპეციალისტი. თუ სპეციალისტი პირველივე შეხვედრაზე დაგისვავთ დიაგნოზს, რომ გააქვთ ADHD, გაიქეცით და არასოდეს გამარჯვებაც არ უთხრათ, იმიტომ რომ არ ხდება ის და სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევები საქართველოში ბევრია. ძალიან ბევრია. და ასევე ხშირად არის ხოლმე, რომ სულ მაგას ვეძახი, რომ წარმატებულ სპეციალისტს ხშირად არც ალია ტელევიზორში გამოსაჩენად, იმიტომ რომ 24/7-ზე გიწევს ზოგჯერ მუშაობა. ამიტომ ის რომ შენ ტელევიზიაში არ გინახავ სპეციალისტი არ ნიშნავს იმას პირიქით, მან დასვი შეკითხი, იქნებ და არც ცალია ტელევიზიაში მისასვლელად, ხო? იმიტომ რომ ის რაც ტყუილებს ეკრანებზე ვხედავთ 24/7-ზე თუ ადამიანი იმაში არის, რა ქვია, ტელევიზიაში არის და მუდმივად რაღაცაზე საუბრობს, ანუ გამოდის, რომ პრაქტიკა არ აქვს საკმარისი, ხო? ან რა ვიცი. ცოტა პრაქტიკა აქვს. და ADHD-ს განსაკუთრებით ჭირდება დიდი გამოცდილება. ჭირდება დიდი გამოცდილება, ჭირდება ესეთი მულტიდისციპლინური მიდგომა, იმიტომ რომ სანამ ADHD როგორც დიაგნოზი დაისმება, უნდა გამოირიცხოს ფიზიოლოგიური ფაქტორები. ენდოკრინოლოგმა უნდა ნახოს, ნევროლოგმა უნდა ნახოს, კუჭ-ნაწლავის სპეციალისტმა უნდა ნახოს, ფსიქიატრმა უნდა ნახოს, ფსიქოლოგმაც უნდა ნახოს და აი ესეთი გარემო უნდა ვიკულიოთ, ბავშვობა უნდა ვიკვლევთ, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვობის ტრავმებიდან წამოსული პრობლემა იყოს და ეს ADHD არ იყოს, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, შრის კვლევა არის საჭირო, სანამ დავსვავთ ამ ტიპის დიაგნოზს. ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასასმელი დიაგნოზია, თუ ჩვენ რეალურ დიაგნოსტირებაზე ვსაუბრობთ. დიდი მადლობა საინტერესო დიალოგისთვის, ჩემთვისაც ინფორმაციული იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლებისთვისაც ინფორმაციული იყო. დაგემშვიდობებით, მადლობა, დროებით.